Hello, my name is Justin Lyle. I'm an English freelance journalist based in Tbilisi, Georgia, where I am exploring this fascinating and beautiful country. გაზაფხულზე მოხდა სტიქია სოფელ ხილვანაში, ხულოს რაიონში. 2008 წლის თებერვალში ჩამოგვასახლეს მარნეულის რაიონის სოფელ ხიხანში. მოგვწეს სახლები, თქვენ თვითონ ხედავთ რა სახლების მოგვწეს. დავგვპირდე მიწა, წყალს მოგიყვანთ, რა ვიცი 1000 რამე დავგვპირდე, მაგრამ ერთი რამე არ შეუსრულებია. რამე არ გავუკეთებია. აი თქვენ თვითონ ხედავთ, რაც მოგვწეს, ვინ ჩაიბარა, ვინ გააკეთა არც კი ვიცი. აი შეხედეთ, რაც არ გაკეთებული უხარისხოთ. ჩამოცვინდა რაც იყო ზევით ჭერში. რა ვიცი დილკებს შეხედეთ, არაკანები ყველაფერი აქ დარბიან. წვიმა ტაშტები გვიდვია და შეხედეთ. აი წვიმა როგორ ჩამოდის ტაშტები აგერ. აი თქვენ თვალით შეხედეთ. სახურავი როგორია, როგორი მოწყობილია, რა ვიცი რა როგორც გარეთ წვიმს ისე შიგნით. ყოველთვის ასე ვართ. მე დავიბადე სოფელ ხილვანაში. იყავ სოფლელი ადამიანი, რომელიც ცხოვრობდი კარგად, სოფლურად, გავიზარდე ობლად. ერთმა მარგუნა რომ ჩამოვსულიყავ ქალაქში. ეცხოვრა ქალაქში, ჩამოვედი ქალაქ ბათუმში. სამხედროს მერე დავიწყე მუშაობა გამცილებლად მატარებელზე. დაიწყო არეულობა, პერესტროიკა, ძალიან ცუდი პერიოდი იყო. ძაღლი პატრონს არ ცნობდა. ამ პერიოდში მუშაობდი მატარებელზე, ძალიან ძნელი იყო, ნერვული სისტემა დამიზიანდა ამ მუშაობის პერიოდში. მხედრიონი, გვარდია, ქურთული სასტავი, მილიციის მაფია, შროების მაფია ცალკე იყო, რევიზორი, ობეხე და იტაგდალი. ეს პერიოდი გადავიტანე, მე დავიწყე ბიზნესი, კარგად ვიყავ ქალაქში, მაგრამ ერთ პერიოდში ძალიან ჩავარდნა მქონდა. ინამ შეერი მოვკვდი და ისევ დაუბრუნდი ჩემ საყვარელ სოფელ ხილვანას. ბოლო პერიოდში სტიქიამ შეაწუხა სოფელი, რომელიც ძალიან დაზიანდა. რა ვიცი რა სოფელი აღარ ვარგოდა, რა სოფლა საცხოვრებლად აღარ ვარგოდა. ამ პერიოდისათვის ვითომ სახელმწიფომ გაგვიშვა ხიხანში, მარნეულის რაიონის სოფელ ხიხანში. გადავედით, დავიწყეთ ცხოვრება და ეს ცხოვრობთ, მაგრამ არც მიწა მოგვწეს და რამე არა. არაფერა. მე თვითონ სააკაშვილის მომხრევა ყველანაირად, მაგრამ რა ვიცი რა ხდება, რატო არ აქცევს ამ ჩვენ ხალხს ყურადღებას არ ვიცი. აი ასე მიდის ცხოვრება და რა ვიცი, ბოლოს რა მოხდება არ ვიცი. ეს გაჭირვება სადამნისავა არ ვიცი. მე ცხოვრობდი სოფელ ხილვანას. ეხლა გადავედით, გადაგვასახლეს მარნეულის რაიონში, სოფელ ხიხანში. ამჯერად ვარ ბათუმში. სწორად ჩამოვედი ჩემი ახლობლის ქორწილში და თან ახალი წლის ადრდეგები უნდა გავატარო აქ. აი ოცნება მაქვს, რომ დავბრუნდე ისევ ჩემ ადგილას, ჩემ ტერიტორიაზე, სოფელში, კონკრეტულად ხილვანას.
ამ თუთა ჩემს დის სოფლიდან მივდივართ. ესაა სკოლა. ბაკიბაკოს. ყველაზე ლამაზი მწვანე, რა ვიცი, ყველაზე თქვა დაჭარაში თითოეულად სოფელი ქვემოთ ხილვანა და ბაკიბაკო ლამაზი სოფლები. აი აქ თავდება ბაკიბაკოს საზღვარი. ეხლა შევდივართ, აქიდის მერე შევდივართ ზემოთ ხილვანაში. აქერა იწყება ზემოთ ხილვანა. სადაც მე დავიბადე 1965 წელს. 84 წლამდე ცხოვრობდი ქვემოთ ხილვანაში. 84-დან 6-მდე ვიყავ გაწვეული სამხედროში. მსახურობდი მოსკოვში. 86-დან 7-მდე ვისწავლე მატარებლის გამცილებლობა. მას მე 87-დან დავიწყე მუშაობა ბათუმ თბილისში. ბათუმ ხარკოვზე ორივე ადგილზე ერთად მუშაობდი. ბათუმში გავხსენე რაღაც ახალი იგი გამოვიდა ბიზნესი, კომერცია, მაღაზიები გავხსენე. მაღაზიებმა რაღაც არ გამართლა 97 წელს ისევ დაუბრუნდი საყვარელ ჩემ ქვემოთ ხილვანას. დავიწყე პოსტაში მუშაობა პოსტალიონად. ქვემოთ ხილვანის. მერე გავედი პოსტის უფროსად საკრებულოს პოსტის უფროსად მუშაობდი. ამ პერიოდისათვის მომეხდა შემთხვევა შეჯახება ყაჩაღთან. ემზი ბოლქვაძესთან. რომელმაც მოითხოვა პენსიონერების საკუთარი ფული და ამ პერიოდისათვის მე ვესროლე თოფი. როდესაც მოუწყვიტე ფეხი. თავი დავიცავე. მას მერე რა ვიცი გამასამართლეს. გავიდა პერიოდი ისევ გამასამართლა. ახალი თავრობა მოვიდა. მე დავიწყე სკოლაში ბუღალტერად. იქას რაღაც უსამართლობა ვერ ავიტანე, გავაგდე იქას. ცხოვრება რა ვიცი, უფრო უკეთესი გვეგონა, უკეთესად წავიდოდა, მაგრამ არაფერი არც გაგვიკეთეს მიწაზე მისვლა, არც მიწა მოგცეს არაფერი არა. უბრალოდ ვართ უმიწოთ შენ მწყურვარე. აი პირდაპირ იყო გზა. არავითარი ხრამი არაფერი არ იყო. მე თანდათან ჩავარდა ეს გზა. დინარე დიდდება. და ოდნავ წვიმაზეს ხო? დინარე ძალიან დიდდება და ვარდება ყოველწლიურად მიწა მიდის ქვევით. რა ვიცი, წელს ასეა. მომავალში უფრო მეტი იქნება თანდათან მიდის სოფელი. სოფელი უკვე განახევრდა. ძველებმას და ახლებმას ამირჩიეს არჩევნები იყო სოფლის თავკაცად. რაიონმა დამპირდა ხელფასი 8 თვეა უმუშაობ ხელფასს არ მაძლევს. არაწყობს ჩემი თავი. ალბათ უფრო სხვანაირი ადამიანი ჭირდება რაიონს, რომელიც ხელს შეუწყობს კორუფციაში, რაღაც ფულების ჭამაში. ჩემი თავი არაწყობს რაიონს. უდესაც საშუალებას არ ვაძლევი არაფერში, რომ ფულები ჭამონ, რაღაც დახმარებები შეჭამონ. ამისათვის არც ხელფასს მაძლევს და 8 თვეა ვმუშაობ, ჩემი ფულებით რაღაც წყალსაკაჩია, ჩემი ფულებით მოხელე გადავიყვანე, გადმევიყვანე, ყველაფერს ჩემი ფულებით ვაკეთებ, მაგრამ სახელმწიფო ყურადღებას ვაფშე არც ხალხს აქცევს და არც მე. აი ესაა ჩვენი ცხოვრება.